ბაჩები. გეშტებ ნახე დაიწყეს უკვე. ერთი სული მქონდა რომ თათია მენდახა. ეგ მეც მაინტერესებს. სად გადაეყარეთ ერთმანეთს მომიყევით? ვიღაცებს რომ ძალიან ხუმარა და ძალიან ხლიცინა და ძალიან ის გონი ვარ, საერთოდ არ ვარ ესე. და სიხარულის შეგრძნება არ მაქვს. როგორ გავერთო არ ვიცი. მეტროში ვერ ჩავდიოდი და ვერ უკანაობდი. ყალი სტუდიაში. ყველას ვაკეთებ და გამიკეთებია თუ ფიქრობ რომ ის საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის. მთელი ჩემი სამეზობლო მოკლედ გაკეთებული მყავს. ვიღაცას ნახავ და აუ ამას გავაკეთებ ვიცახი. მაგ დროს დანდობა არ ვიცი. აუ ხანდახან მე და თათი ისეთი კარგი იდეები როგორ ხნორე მაყურებლის გვეშინია. სუსო პირველი TikTok-ის ვაფშე? იცი ამდენი ნახო მაგ? ერთ ვიდეოზე Instagram-ზე 70 მილიონი. ძალიან საკაიფოდ მივიდივარ ესე მოვანია და უკვე ჩვენი საიდუმლო რაშია. ნახე სულ დადებითი განწყობით ვართ. ჩემ მანქანით მივდივართ, მომდივართ და ბატკნები და ჩვენთვის ვაკეთებთ ესე. პაპა ჩემის დაკრძალვის დღეს გავაკეთე ენერგეტიკული სასმის რეკლამა. ავის უნდა მოუყვერა. არაფერი წავედით, ვიჩხუბით. ვენ არ არსებობს. ვიკამ ესე თქვა. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ. ეს არის ვიკასთან მისმინე და რა თქმა უნდა, სანამ წარვადგენ ჩვენს სრულიად არაჩვეულებრივ სტუმრებს, მინდა გთხოვოთ, რომ იაქტიუროთ, დაგვიკომენტაროთ, გამოგვიწეროთ, დაგვაფოლოვოთ. აი ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი არსებობისთვის, იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მივწვდეთ. ამიტომ არ დაგეზაროთ, რომ გვიყურებთ თან რაღაცები წერეთ იქ. ცუდი რაღაცებით შეგიძლიათ წეროთ, ბოტებო თქვენც იაქტიურეთ. დათუნა და თათი არიან ჩემი გადაცემის სტუმრები. აი აქ რაღაც შუშხუნები მჭირდება. არ არის, მაგრამ იქნება. მომეტანა რა. კაი არა უშავს. რაღაცა იქნება. თქვენ შეგიძლიათ ისე რა თუ არ მოიტანე გადაცემაში პირველად ხარ და ხო გიხარ დაბადების დღისთვის გადავდე მე. ან რაღაცა ან ტორტი ან შენ დაბადების დღისთვის გადავდე ეგ შუშხუნები. კაი. ეხლა აქ ორკიაში. ნახე დაიწყეს უკვე. უკვე დაიწყეს, უკვე მომწონს დასაწყისე დათუნა და თათი. სხვა შორის თქვენი სახელი და გვარი რო ვთქვა, ენის გასატეხია. აი რა დათუნა ტატულაშვილი. აი თტტ მიხდი დათუნა ტატულაშვილი და თათია სულუაშვილი. ეს ნარ თქვა პირდაპირ დათუნა თათია. დათუნა და თათია. გვარი და თათუნები და დათუნები. თათუნები და ბუთიტუნები. ბაჩები. ოღონდ ეს მე მეძღვნება ბაჩები და ბუთები შენ კი არა. სად გადაეყარეთ ერთმანეთს მომიყევით? პირველში გავიცანი. აი მე მოყევი ბევრჯერ და შენ მოყევი ახლა. არა, შენ მოყევი, მე როგორ შემოვედი და როგორ დავყავდი, მაგრამ ნუ ვანო ვთქვა რომ ახალი თანამშრომელი უნდა მოვიდესო და ამას ვიცნობო და აუ არ ვიცნობ თქო და თუნა ტატულაშვილიაო ძალიან მაგარი ჰუმორისტია თქო და ნუ არ ვიცი მეთქი მაშინ TikTok-ი არ მქონდა და შესაძლოა ანუ დათუნა უკვე TikTok-ზე იყო. დათუნა უკვე ყველაფერზე იყო, ყველა პლატფორმაზე იყო და რა ვიცი. და ძალიან აღიარებული ბიჭუნა მოვიდა ჩვენ სამსახურში. ბიჭუნა ხარ ხო? და შენ როგორ შეხვდი? დათუნა შენ მოყევი ეგ მოკლედ მე ბავშვობიდან მართლა აი მიშანდღულაძე და თათია მიყვარდა სულ და ერთი სული მქონდა რომ თათია მენდახა. მოვედი სამსახურში ძალიან ადრე და მთელი თანამშრომლების მოსვლას შევესწარი რა და ერთ-ერთი თათია იყო ვინც დააგვიანა. არ ველოდება. არავის მოსვლა არ მიხარია ისე რა, ამას ველოდები რა, რომ ოღონდეს უნახო თქო და ერთი შუა დღე 2 საათია 11-ზე უნდა მოსულიყო, მაგრამ 2 საათზე მოვიდა, იცი როგორი დანგრეული სახით? გაუბედურებ. აი დუტის კურტკაცი აქამდე აქვს ევა ამოწეული და აი საშინელი სახე აქვს მიღებული, თმები გაუბედურებული, დამწვარი, გაბუგული, არ შეკრული, არაფერი, აი ესე გაბუგული თმით მოდის და ესე მიყურებს, აი მე მგონია რომ ხა მომესალმება ახალი რა. გამარჯობა. ისე დამწყდა გული, ისე დამწყდა. მეთქი ეს როგორ მიყვარდა მეთქი ამდენი წელი. არა, რატომ მოვედი ესე? შენ გონია რომ იმ წუთას არ მიგიღი ან მე გავიგერაც იყო. რატომ მოვიდა? რა ხდებოდა? აი მე ჩემი დილის რუტინა, მოდი ესე დავარქვათ, რომ ვიღაც ხო აი მეიქაპით იწყებს და შხაპრი აბაზანა და ქუჩუტანიზე ქუსლის კრემი, ყურის ბიბილოს კრემი, ნიკაპის ღაწვის ყველას ხო თავის ჩემი დილა იწყება დილის 7 საათზე. კატლეტი, პიურე, ბადრიჯანი, ქათამი მაიონეში, ერთი ბავშვი, მეორე ბავშვი, იქნებ სარეცხის გაფენაც მოვასწრო, გამოწმენდა ბარემ და სამსახურში მოდივარ, გაუბედურებული. აი, რომ მეუბნებიან ხოლმე, აი, როგორია შენი დილის რუტინა?
არ მაქვს დილის რუტინა, არ არსებობს. ყავას ვსვავ, როგორ იცი, აი შუალედში სარესხს რო ფენდა, თან რო რაღაც მეწვება, იმ დროს შეიძლება, ოღონდ როგორ იცი, ყავა ხოშება დაждდება. ერთნელა რაღაცა ისე. აი ესე ვარაი და ამ დროს დაემთხვა, რომ ყველაფერი გაკეთებული მქონდა დილით და მოვედი უკვე გაუბედურებული, ანუ თმაც ვერ ბადრიჯანი გედო თავზე. ჩვენი ახალი თანამშრომელი ძალიან კარგი. და მე როგორ დაიწყო ჩვენი დაახლოება? აი მაშინ როდის მივხვდი რომ კარგი ადამიანია თათია. ეგ მეც მაინტერესებს. აი ესე რაღაცა ხელფასები აგვიანებს და არ მჯერა. ცოტა უკვე ისე ვარ რა, აი როგორ იმედებ, ხო იცი? ჩვენთან ეგეთი რაღაც არ ხდება და სად? ყველასოდეს ცხოვრებაში ეგეთი რამე არ ჩვენ რაც არ გვიჭირს ხელფასი და სპონსორია. ხელფასი აგვიანებს? კაიფსო, მე აი უკვე აპარატთან რო აღარ გენ ცოტა რო იზოგებ, ხო იცი? თანხას და არ გინდა რომ აპარატთან რაღაც ჩამოვაგდეს, ჩემთვის მშიერი დგავა. და თათიას აქვს მოტანილი ვინეგრეტი. შავი პური და რაღაცეები. და ესე ჩემთვის დაფასთან მდგავა როგორ მახსოვს და ესე ჩემთვის საცოდავად თათიამ შემოთავაზა ხوار შეჭამო და არა მეთქი და ნეტა კიდე შემომთავაზოს მეთქი გულში ვიწევი მეორეთ მეთქი და კი არ შემომთავაზა აბა რა ქნა პირდაპირ პურზე ეს ვინეგრეტი დამიდო და მომიტანა. ანუ რაღაცა იზრუნა შენ. კი, ჩემზე იზრუნა და იქიდან. ამ დეტალებში მართლა იუმორის მართლა არის. ჩანს ადამიანი. მე მაგალითად ერთ ჩემს მეგობართან პირველად რო წავედი მოგზაურობაში და რაღაცა ჩამეძინა და აი რაღაც ძილში რო გრძნობ, ხო ყველას ქონია რომ გცივა, თან გძინა, მაგრამ გძინავს და ვერ ხვდები რომ გცივა და უცებ რაღაც შეთფები და მე ხვდი რომ მომაფარა პლეირი. და ეს არის დეტალი. ეს არის ისეთი ამბავი, რომ შეიძლება აი რაღაც აგავსო კარგი სიტყვებით, მაგრამ აი იქ მაინც უფრო მეტი მივხვდე. ხო ეგრეა. ანუ მან დავინახე რომ შენ ხარ ნამდვილი მაგის ქალი. მეტი არ დაგინახავს? დედა. მაგის მეტი არ დაგინახავს? იცი რა. ეგრე თუ მივყვებით მაშინ შენ ენა. მე მინო აქ. სალაპარაკოსაც რომ მიგერიცხავ. ზრუნვა მიყვარს ადამიანებს. აი არ ვიცი, მაგრამ ეხა მომიყევით, ეხა სანამ თქვენ ვიდეოებს გადავალ, რომელიც არის საოცარი თერაპიული ჩემთვის, სანამ დაიწყებოდა გადაცემა, თათიამ რა მითხრა იცი? კაცო, ხანდახან ვფიქრობთ, რომ ამ რაღაცა, საქართველოში არ არის რთულ მარტივი ხუმრობა, იმიტომ რომ ზოგიერთი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ მესმის, რომ გაქვთ ეს ჭმუნუები, რომ იქნებ ეს უდროოა. მე ვუთხარი, რომ არა თათი, არ არის უდროო. პირველი ჩემი რეაქცია ეგ იყო, რომ იუმორისთვის დრო ყოველთვის არის და არ გეთანხმებით, მოკლედ არ დაეკომპლექსდეთ, არაფერი არ შეგაჩერდეთ. ჩვენ ძალიან ნერვიულობთ ბევრ რამეზე. აი პატარ-პატარა რაღაცებზე ისევ ნერვიულობთ. ეხლა ვერავინ ვერ იფიქრებს ხო მაგას, რომ ჩვენ ნერვიულობთ, მაგრამ აი ძალიან ისევ უყურებთ. გვინდა რომ არაფერი ზიანი არ მივიყენოთ არც ჩვენ თავს არც ხალხს რაღაცა და ესე რაღაცა არ გადავაჭარ. შებოჭილები ვართ რა. იქნებ ვინმესთვის ზედმეტია ეს იუმორი. ამაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ მე ვიღაცად ვეცდები, რომ გადაგაფიქრებინოთ. თქვენ კი დებთ ისაც ვიდეოს, არაფერ ჩემ გადაფიქრება არ გჭირდებათ, მაგრამ ეს ჭმუნვები არ უნდა გქონდეთ, ისე ლაღად. მაგრამ ეს კი მე რო ვამბობ ამას სიტყვის ესია. ეგ არის თქვენი პროფესია, თქვენი საქმე და მე მგონია რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას აკეთებთ ხალხისთვის. ზუსტადაც თუმცა აი ესეც რთულ პერიოდშიც რაღაც ვცდილობთ რომ ბალანსი დაგვეცვა. ნუ საქართველოში იმდენი უბედურება ხდება ხოლმე, რომ ხან რო გავერთიანდებით ეს ქართველები, მაგ პერიოდში მართლა არაფერს არც მუშაობ. რა მუშაობ. თქმა უნდა, ეხა მაგაზე არ ვაბავ. მე მაინტერესებს თქვენ შესახებ მომიყვეთ ცალკეულად, რა თათია, ვინც არ იცის, ვიცის რომ თათი არის ძალიან მხიარული, ძალიან კარგად იცის ქართული ხასიათი, ყოფა ცხოვრება, თქვენ ორივე, მაგრამ ვინ ხარ შენ სინამდვილეში, შენ ცხოვრების შესახებ მომიყევი. მე ვიცი რომ ერთი შენი ძველი ინტერვიუ გავიხსენე, რომ ამბობდი, რომ ახალი გათხოვილი იყავი მაშინ. და ჟურნალ სარკეში თუ ვარსკვლავებში იყო შენი ინტერვიუ და კაცო, ხანდახანო ისე დღეში ვარო, რაღაცა ვფიქრობ, რომ ეს ჩემი დედამთილი არ გავაგიჟო, მაგრამ საბედნიეროთო იმას ჩემზე კარგი იუმორი აქვს. აი ესე ამბობ. ხო, იუმორი კიდე კაი რო კარგი აქვს და ეხა ავსტრიაში ცხოვრობს და რომ იყურებს ხოლმე ძალიან რაღაც აქტიურად არის ჩართული ამ ჩემს ხუმრობებში. დადებითი განწყობით, მაგრამ მახსოვს ერთხელ 23 წლის ვიყავი, რო გავთხოვდი.
და ლალი მიყვება ამ ყველაფერს, რომ ჩემი დედამთილი რო თათიაო სანამო ვასო მოგიყვანდაო სახლშიო ვასო დავისვიო და ვუთხარიო რომ ნუ მანამდეო ნუ ეკრანიდან გიცნობდიო ისე არ ვიცოდიან მაშინ ვაკეთებდი კაცის როლებს და ბიჭის როლებს და ძალიან ისეთი ბიჭო დედას გიტირებში და რაღაცა და ანუ წარმოვიდგინეო რომ უცებო შენ რო ჩემ სახლში ხარო ჩემი ძალი ხარო და შვილო დაფიქრდიო რა კედელთან არა გვაყუდოს ვამო და დედა არ გვიტიროს ყველასო და უეჭველი ეს გინდაო და ნუ მე იხსენებდა რომ აი რადიკალურად სხვა ხარო აბსოლუტურად რა ანუ ჩემი გმირები მართლა რადიკალურად განსხვავებულია ჩემი ხასიათისგან აი ვიღაცებს რომ ძალიან ხუმარა და ძალიან ხლიცინა და ძალიან ის გონი ვარ საერთოდ არ ვარ ესეთი მართლა ხო აი ის კი არა დრამა კვინი ხარ დრამა კვინი ვარ კიდე ის კი არა აიქცო ხოლმე? არა, აი, იცი როგორ ვარ, მიყვარს მარტოობა. კაი რა. წოლა. ჩემი განტვირთვა რა არის? ვიღაცას ხო კლუბი მოწონს და მეგობრები და სადღაც პონტებში და აი, ვერ ვხვდები, წამოგავერთოდ რა. აი, როგორ გავერთო არ ვიცი. აი, ვერანაირად ვერ გავერთობი, ხვდები? ანუ რა მხელა პრობლემა მაქვს? ანუ როგორ გავერთო? აი, დათუნასთვის მithქვამს რა, რომ წამოვიდე, როგორ გავერთო? აი, დავიღალე. ეხლა შენ განა რა, მეც არ ვარ აქტიური, ვერ ვიტან კლუბს. ერთ-ერთი ბარში თუ დავუყევ რაღაცას. სახლში ჩემთან მეგობრები ხშირად ვიკრიბებით და სულ ეპატიჟებთ ჩემთან აივანზე, მოდი, კაი ჰაერია რაღაცა ცივი ყავა დავლიოთ არ სვავს ისე სასმელი. არა. იქაც არ შეუძლია. ანუ რამჭირს იცი სახლში უნდა მივიდე და ბავშვები. რამდენი შვილი ყავს? ანუ არც ისე პატარები 16 და 11-ის, მაგრამ ნახე მგონია რომ დედა წყურიათ. ანუ ჩემი დეფიციტი ხო მუდმივად აქვს და შვილებს ზოგადად დედის დეფიციტის უყო. ამერიკაში ვეჭხუბე მაგაზე. მაგრამ ნახე ორი კვირა ვიყავით ამერიკაში. ოღონდ როგორ ვიყავ საცოდაობა იყო უნდა გეყურებინა ჩემთვის. დიახ, ნანამასწავლებლო ფორმები შეიკერა, კი აი ზუსტად სკეჩს რომ აკეთებთ ხოლმე. დიახ, მის ფული გადმოირიცხა. რა ხდება? იქ ხო, კი ქართულის წიგნი დაკარგა ბავშვმა, ფორმა დაეხა. კი ბატონო, აუცილებლად გვექნება. მონიტორინგი უწერა როდის დედა ხარ პირველ რიგში? აღარ მინდა. დედა ვარ და უკვე სოლიმერე, იუმორისტი. ანუ დედა ვარ. აი რომ დაალაგო, როგორ დაალაგებდი? დედა ვარ. ცოლი ვარ, ბოლოა ვარ იუმორისტი. აი ესე ვიტყვი. კი, რეალურად მას. მეგობარი ალბათ. მეგობარი, დედა, მეუღლე, მეგობარი და მეგობრები თუ ნათესავები? ნათესავები არა, მეგობრები. ხო. მეგობრები და ბოლოს არის ჩემი პროფესია რა. აი ბოლოს ვიცლი ამისთვის. არა და რა კარგად გამოგდეს. ხო, მაგრამ ნახე ის როგორ გამოგდეს ისინი დანარჩენები? რომელი? დედობა, რას ანუ ეგ ყველაზე კარგად გამომდის, იმიტომ რომ ამაში ვერ ვიტან ამ კითხვას, იცი, ხა ცოტა ჩემ თავზე დავიქრინჯე, რომ მე როგორც 4 შვილის დედა და აი როგორი დედა ხარ და რაღაც რო გაჯაჯმენტები. მე თუ შევაფასებ როგორი დედა, ანუ იდეალური. ოღონდ არ მომწონს და რატო? არ მინდა რომ ესეთი დედა ვიყო. იცი როგორი დედა მინდა ვიყო და როგორი ქალების მშურს. აი მაგათად დღეს დამისვავს კითხვა რა, ერთ-ერთ დღეს რა გავაკეთო საჭმელი, მიფიქრია, რა გავუკეთო ბავშვებს საჭმელი. აუ რა ვიცი, გამოაღებენ მაცივარს და რაც იქნება შეჭამს. შურს ესეთი დედებს, ხდები? აუ რაც იქნება, რა ვიცი. ვაიმე არ ჩამოვარდი, აი ზღვაზე ვარ, ანუ საცურა. ვაიმე, ისა, ხო, დათა გამოდი აქეთ, აზერბაიჯანი. გამოდი აქეთ, შვიდო, ზღვაზე რო წაიყვან ბავშვს და რო არუშებ. ვაიმე არ იტკინოს. კაი, რა მოხდა, ხო, ნუ იტკინა, მე რა ბავშვი. არა, არ უნდა იტკინოს, ხო ხდები? ამოდი, ესეთი ხარ, ამოდი ბორში ჭამა, ეგეთ დედა. არა, ეგეთი ბორში დედა არ ვარ, მაგრამ ემოციური ვარ, აი ემოციური ვარ. ნახე, სადაც არ უნდა ვიყო. მეგობრებთან, ქორწილში, დაქალთან, აუზე, საზღვარგან მთელი გონებით ფიქრობ ამ ბავშვებზე და ბავშვები მყوار არიან მიჯაჭულები უკვე შენზე. მე მგონი ერთმანეთზე ვართ ყველა გადაჯაჭულები რა. აი, მთელი ოჯახი, მთელი ოჯახი არის თათიაზე მიჯაჭული. იმდენად უყვართ. ანუ ვის არ გვიყვარს ახლა ჩვენი ოჯახი, მაგრამ თათი არის, აი იცი როგორი ოჯახში გმირი. მე რო წავიქცე, მე ამის გარეშე ვერავინ ვერ გაძლევს. მე რო წავიქცე, გონია რაღაც კავშირია, რაღაცნაირი მიჯაჭულობა, არ ვიცი ეს კარგია, ცუდია, მაგრამ მე მგონი მე ვქმნი ამ ყველაფერს და შეთვითონ ჩამოვყალიბდი. ეხლა გადავიდეთ ბატონ დათუნაზე, რომლის ბებიაზე ვგიჟდები. დათუნას ბებია ძალიან მიყვარხარ, ძალიან საყვარელი ქალი ხარ. როგორ მიყვარს? მე არ ვიცი, ბებია შენი უფრო მიყვარს თუ შენ? მაგრამ შენი ძმაც ძალიან საყვარელია. ეხლა ვინც არ იცის მოუყევი შენ შესახებ. ვინ ხარ შენ დათუნა? მე ვარ დათუნა, რომელსაც ძალიან უყვარს მეგობრები. და მეგობრების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია და ამ ეტაპზე რადგანაც პირადი ცხოვრება არ მაქვს, პირველ ადგილზე მეგობრები.
აი ყველაზე თუ აი მე პირიქით ვერ ნახე ოჯახი ბოლოს. არა მეგობრები როგორ არ მიყვარს გიждები. არა, ნახე მე სხვა რაღაც ვიძახი, ნახე. ოჯახი ბოლოს ახლა იგონე. არა, სხვა რაღაცას ვიძახი, ოჯახი ბოლოს რას გულისხმობ? ნახე დროის გატარებას. მაგას ხო. ნუ ყველაზე მოფერება, აი არ ვარ ის ტიპი, რა, აი ძალიან მინდა ხოლმე ხანდახან დაიჭებს რომ ჩავეხუტე მოვაფერო, მაგრამ აი რაც გავიზარდე მწვენია. რომ მივიდე და იმას ხარ ხოლმე აუცილებლად ჩაეხუტე. ეხლა ჩემი შვილი რო გაიზრდება ბიჭი და იტყვის მწვენია ვერ ჩაგეხუტებიო წავაცვლი თავს. ძალიან რო გეყოლება და იქით რო ის დედა გეხვეწები დაფტობეო. ვაი, შვილო. წყალი სტუდია. აი მე მართლა. ეგოისტი ვარ ძალიან. რეალურად სუსახლში ვარ. ხო. ვეჭვიანობ ჩემ ძმაზე 12 წლის ძმა მყავს და აი არ ვიცი რა მემართება დედა ჩემი და ეგრო ერთმანეთს აფერებიან. მართალი ხარ დათუნა, სწორი ხარ. 12 წლის. ხო რა ხო გაიზდეო. სულ აფერებიან ერთმანეთს და ძალიან ვეჭვიანობ და არ მომწონს. და მე იმით ვიძიეშური რომ ამ ოჯახის წევრებს არ აქვთ ამერიკის ვიზა და მე მამაჩემს ჩავაკითხე და ჩავეხუტე. და ამათ შევახარბე მე რომ მამაჩემს ჩავეხუტე. ჩემს ძმას საერთოდ არ ყავს მამა ნამახი. სამაგერო გადაუხადა. გიშდები პატარა 12 წლის უმძიმეს ამბებს რო ყვება იმ ციცილკისკის. ხო და გიშდები. მიყვარს ძალიან მეგობრები, არ ვარ კარგი ხასიათების ადამიანი ცხოვრებაში რეალურად. თათე იგონა? კი, მოგიყვები მაგასაც ყველაფერს. რას ნიშნავს აბა? ხო, არ ვარ კარგი ხასიათების ადამიანი, ან მჭირდება რომ რაღაც არ ვიცილება ხარ? ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მჭირდებოდეს. შეიძლება? ნური მჭირდება? კი, მჭირდება. უბრალოდ ვერ რა ვიცი. შეგჭირდება მათი დახმარება? მინდა რომ სიხარულის გრძნობა მაქვს დაკარგული ხუმრობის გარეშე. არაფერი არ მახარებს ცხოვრებაში. სხვათა შორის ანუ ეხა მეღადავებით. არა, დედას ხო გექცე. და აი სხვათა შორის თუ არ მეღადავებით, ეგ ძალიან ხშირად არის იუმორისტებში, იცი და კომედიანტებში, რომ პერსონალურად ძალიან დიდი დრამატკივილი ყოველდღიურობა იმალება ხოლმე მხიარულ ადამიანებში. ჩარლი ჩაპლინი ყველაზე დეპრესიული ადამიანი იყო და ესეა კი. მოგვიყევი. მოკლედ, ანუ ბევრი ძალიან კარგი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი, რაღაც ისეთი, რაზეც შეიძლება ვიღაცამ იცვალოს წყლები და იბრძოლოს და ჩემთან მოვიდა მარტივად ეს ყველაფერი და სიხარულის შეგრძნება არ მაქვს. რატომ როგორ არ ვიცი. ფიქრობ? ხან მოკლე არ ვიცი. სიხარულის შეგრძნება, რა წუთიერი. და ის სიხარული ხო, შეიძლება აი ძალიან წუთიერი და მე დამავიწყდეს საერთოდ. ან შეიძლება საერთოდ აღარ გახსოვდეს. ნო. რამეს უკავშირებ ამას? შეიძლება დავიღალე კიდეც ამ ჩემი ნუ ეხლა მთელი საქართველოს რო ცინის შენზე ხო იცი და ამდენი ენერგიას ვუშვებ, მართლა ვუშვებ, ანუ ძალიან დიდ ენერგიას, შეიძლება ბოლოს ვიფიტები და აღარაფერი მიხარი. გაუბედურებული რა. ხო. საპარო მოდი აქ. შენთან ვარ. მე და დათუნა რომ მივდივართ რეკლამაზე. ნუ რეკლამის გადასაღებად და ნუ ამერიკაში ვიყავით 2 კვირა და დიდი ხანი, ან საკმაოდ შრომატევადი იყო. ანუ კი ვისვენებდით, მაგრამ უფრო მე დროს უთმობდით საქმეს. ზუსტად რო შევხედავდი დათუნა, უკვე შევნახე ნახევარი საათია რეკლამას ვიღებთ. ზუსტად ვიცი რომ დათუნა 5 წუთში მოიწყენს. ანუ უკვე სახლში უნდა და ზუსტად ვიცი რა უნდა, თურქული ყავა და უბრალოდ სახლში ასია. ხაბარა შეიძლება იქ გძნობ თავს ბედნიერად და ეგ არის უბრალოდ სიხარულის შეგრძნება გაქვს იქ ყავას როსვამ სახლში ეს არ გიფიქრია მე მარტო ვარ აი მარტო გძნობ თავს კარგად ბედნიერს ვერ ვიტყვი მაგრამ აი კარგად ვიტყვი მარტო თავს ხო და იქნება ეს არის შენ სიხარულის შეგრძნება და თუნა არ არის აუცილებელი შეიძლება ეგ არის სიხარული ხო და იფიქრე ამაზე რომ ვიღაცამ უბრალოდ არასწორად იცი რომ ვიღაცამ უბრალოდ ჩაგიბეჭდა თავში რომ აუცილებლად უნდა იყო მხიარულებაში და ბევრი ადამიანი რომ რაღაცა დროს ატარებს და ღრეობაში და ეგ არ განიჭებს შენ სიხარულის შეგრძნებას და სიხარულის შეგრძნებას განიჭებს ყავასთან ერთად მე ვარ ეგეთი ურთიერთობა ყავასთან და ფიქრი და манифестация და არ არის ეგ ცუდი რაც ვიმანიფესტირე ყველაფერი ამიხდა აი მე არ იქა ხო იცი რაც უნდა იმანიფესტირო ახლა ამინდა ეს პოლიტიკა მე გეტყვი რომ დამთავრდება გადაცემა გეტყვი რაც უნდა ქნა დათუნა იცი რა არის მამა ემიგრაციაში როდის წავიდა 2015 წელს და დედა აქ არის დედა აქ არის კი ეს იყო მძიმე და რთული შენთვის არა თავიდან არა, იმიტომ რომ გაუაზრებელი იყო. ის იყო ჩემ პირიქით მიხაროდა რომ მიდიოდა ამერიკაში, იმიტომ რომ უფრო ეხა ბავშვი ვიყავი მაინც ეხა 15-16 წლის ვიყავი. მეგონა რომ უფრო კარგ ცხოვრებას მოვეწყეოდით და რაღაც ამერიკაში მიდის. თქო რა ესე ვფიქრობდი და მიხაროდა. და მეგონა რომ მეც მალე ჩავაკითხავდი რაღაც და მეგონა მარტივი ეს ყველაფერი.
აი მე რო ვიზრდებოდი უკვე და ცოტა ისე დასაკს მივუახლოვდი რომ უკვე დიდი ბიჭი ხარ და რაღაც აი მაგ დროს ხვდებოდი რომ მამა საჭირო იყო. აჰა. საჭირო კი არა აუცილებელი, იმიტომ რომ ეხლა დედაჩემი ვერ დამიდგებოდა გვერდში, ეხლა ისეთი რაღაცები მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ბებია ჩემი, ეხლა რა თქმა უნდა ბებია ჩემზე და დედაჩემზე ვგიჟდები, მაგრამ ვერ ეტყვი, ხო ეხლა ყველაფერს. ხო, მესმის. ხო და აი მაგ დროს გამიჭირდა, აი უკვე მეფიქრებოდა ხოლმე, რომ აი მინდა რამეც მინდა თქო, რომ მამა სახლში თქო რა, იმიტომ რომ ყველას მამა დაყვებოდა ყველას რაღაცა და მე ვებუტებოდი მამაჩემს, რა შუაში იყო მამაჩემი, ხო ჩვენთვის წავიდა რეალურად და ჩვენთვის შრომობდა, მაგრამ აი ვებუტებოდი, სულ ბლოკავდი. ბრას გამოხატავდი მამას და ეხლა შეხვედრა თქვენი რა იყო დიდი ინტერვალი შემდეგ? კი, 10 წლის მერე ვნახე ზუსტად. მომიყევი რა. აი ჯერ ხო როგორი შეგრძნება. მთელი გზა 14 საათი ვიფრინე და თვალი არ მომიხუჭავს. სანამ ჩავფრინდებოდი, იმაზე ნერვიულობით, რომ აი მე მეთქი როგორ უნდა შევხვდე მეთქი ან როგორია მეთქი ეხლა თქო და რა უნდა ხა მაგას ერთად უნდა წავიდე სახლში დავრჩე მეთქი. მე გონა რომ უცხო ადამიანთან მივდიოდი რა. და აეროპორტიდან რომ გამოვიდიოდი არ მინდოდა რომ დამხვედროდა და დამენახა ხო ხვდები რასაც იცი. კი, აი ზუსტად აი და გამოვდივარ აეროპორტიდან ავწდით ერთმანეთს. აი ხო გითხარი რას მანიფესტირებ მისვრდა. ავწდით ერთმანეთს და აი აეროპორტიდან ქუჩაში რომ გამოდიხარ იქ შევხვდით ზუსტად. და როგორი შეგრძნება? ჩვეულებრივად ჩავეხუტე და რო ვეხუტებოდი აი რაღაც აი არაფერი ვიგრძენი. ამ პირველ ეტაპზე. ვერაფერი ჯერ რა, ანუ მეგონა რომ ვიღაცას ვეხუტებოდი ნაცნობს. და მე აეროპორტიდან უკვე სახლში წამიყვანა და მთელი გზა 2 საათი ფილადელფიაში მივდიოდით ნიუ-იორკიდან. ნელ-ნელა ამ გზაშიც უკვე ვეჩვეოდი და მივედით სახლში. კაი დაღამდა დავიძინეს წყალზე გათენდა და მე ზრუნვა რო დაიწყო აიყავა მომიტანა საწოლში გავარდა სადღაც ყავები იყიდა რაღაცა და სულ ზრუნავდა რაღაცა ჩართული იყო. უკვე მეთქი შევეჩვიებეთქი მამა ხო და აუ როგორ გაგისწორდებოდა რა აი ძალიან მეგონა რომ ახალ ეხაც დედას ფწორ ძმაკაცები ყავს იმიტომ რომ მამას აი მართლა ეხა მამა ჩემო არ გეწყინოს მაგრამ არა იცი რა მამა როგორც მამა ისე ვეღარ აღვიქ მაინც ძმაკაცად აღვიქ რა ხო და მამათშვილი უნდა იყვნენ ძმაკაცები ეგ უკვე მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და არასდროს მეგონა თუ მამა ჩემი ზოგადად მძიმე ხასიათების ადამიანი იყო სულ და ბავშვობიდან მახსოვს რომ მამა ჩემი არის მძიმე კაცი რა და ეხლა რომ ჩავედი ამერიკაში სულ შეცვლილია მართლა ხო 7 აი 10 ხო გაიცნო ძალიან 7 კაცია არ იყო ეგეთი ოღონდ მართლა და რამდენი ხანი იყავი ამერიკაში? პირველად ვიყავი 16 დღე და ეხლა ვიყავი 2 კვირა ხო. მოდი ეხლა რაღაცნაირად გადავიდეთ ხა თქვენს ვიდეოებს და ძალიან საინტერესო ადამიანები ხართ. აი ეს მინდოდა დღეს მეჩვენებინა, რომ ამ ხელიცინის და მხიარულების მიღმა არიან საინტერესო ადამიანები, საინტერესო ცხოვრებით და ყოველდღიურობით და რა მომწონს ახლა თქვენს ვიდეოებში? აი ძალიან კარგად იცით ხასიათი, კულტურა, სუბკულტურა, ჩვენი ყოფა ცხოვრება, პერსონაჟები და მაინტერესებს როგორ ეძებთ პერსონაჟს. როგორ იძერწება პერსონაჟი? აი მაგალითად არის რა ქუჩაში, მაღაზიაში, ბანკში, ქორწილში შეხვდებით ადამიანს და დაელაპარაკებით და აუ ამას გავაკეთებ. ძირითადად ესე. ახლა გამოვიცანი, იმიტომ რომ მეც ესე ვარ. მე ასე მე ვგიჟდები პაროდირებაზე. და ვიტანჯები, ვიღაცას ნახავ და აუ ამას გავაკეთებ, ვიწახი. აუ თავისი ისავს მაგას აი რომ ამიტომ ჩემთვის თქვენ განსაკუთრებული სტუმრები ხართ, რომ იცოდეთ რაღაცები უნდა გადავიღო თქვენგან, მოვიყარო. მიცი როგორ ხარ აი კარგი მეთევზე რო თევზობს და კარგ მსუყეთებს რო ამოაგდებს და აი ესე ვარ დაახლოებით რა. ნუ არ ვიცი მე ალბათ თავიდანვე ჩემი პროფესიაც მეხმარება, მე ყოველთვის სტუდენტობის დროს თეატრალური მაქვს დამთავრებული. ხო. კინო და დრამის ფაკულტეტი და მაშინ თავიდანვე ანუ რეჟისორი ყოველთვის გვეუბნებოდა პირველ კურსზე ესე რომ დავიწყეთ რომ ანუ დააკვირდით პერსონაჟებს და ჩაწერეთ. ანუ ყოველთვის წერდით, ოღონდ წერდით თავისი წინაპირობით, მაგალითად შეიძლება ძაღლზეც დამეწერა, ანუ რა ცხოვრება აქვს გამოვლილი. და თითქმის ყველა ჩემი პერსონაჟი რაც გამიკეთები არის არსებული. ვინ გეუბნებოდათ ამას? როგორი სწორი რჩევა? დავით ანდღულაძე იყო ჩემი რეჟისორი და მანენა კვირკველია ლილი იოსელიანის სტუდენტი და ყველაფერი ვისწავლე ამ ადამიანებისგან თუ რამეს დღეს ვაკეთებ და შემიქმნია.
და აი ვიწერდი, ყოველთვის წერდი ხოლმე სტუდენტობის პერიოდში მეტროში შევიდოდი თუ მეზობელს დავინახავდი თუ ანუ მაგ დროს დანდობა არ ვიცი. ანუ არ არსებობს, შეიძლება საკუთარი ოჯახის წევრი, ნათესავი, კარის მეზობელი, საკუთარი ძიძა ანუ ყველას ვაკეთებ და გამიკეთებია თუ ფიქრობ რომ ის საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის. ოღონდ როგორ ვფიქრობ, იცი, აი მაგათაც ერთ-ერთი პერსონაჟი არის სოფიკო, რომელსაც სკეჩი რო შემოვედი, მქონდა ფეხი შეხოვნა, ოღონდ ეს ფეხი უბრალოდ კი არ შევეხარ, მეკითხავდნენ რა გინდაო ეს ვინტი რატო გაქვს შემოკლული, ოღონდ ეს პერსონაჟი მყავდა როგორ იცი გაწერილი ჩემ გონებაში თავისი ვენების დაავადება ქონდა ამ პერსონაჟს და ანუ ქმარი შვილი როგორ გაიარა, როგორ გალო თავის ხომ, მომეც ეს მეხმარება მე. კი, ანუ შეიძლება ძირითადი აქცენტი არ არის, მაგრამ ეს დეტალები ავსებს პერსონაჟს. აბსოლუტურად. და უფრო სუყეს ქმნის მე ამ პერსონაჟს, რომელიც უფრო აი თვალსაჩინოა და პირდაპირ აი დაღეჭილს აწვდი მაყურებელს. სხვა შორის თუნდაც აი პერსონაჟს რო აკეთებ, შეიძლება მისი, რა ვიცი, დაავადებებიდან დაწყებული, ფობიებიდან დამთავრებული ყველაფერი უნდა იცოდე. შეიძლება იქ არ გამოიყენო თხრობის დროს, მაგრამ შენ უნდა იცოდე, ვინ არის, ვიზზე აკეთებ და როგორი ტიპაჟი არის და ეს ავსებს მათ ყველაფერს. აუცილებლად უნდა გააკეთო, იმიტომ რომ მაშინ არ იქნები მართალი. ხო. და ერთი რაღაც მინდა რომ მოვყვე სტუდენტობის, აი რატო, რა საიდან და სტუდენტობის პერიოდში მაშინ რუსთავში სპექტაკლში ვთამაშობდი და დაიდგა ეს სპექტაკლი ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრია და მათ ვიყავი მთავარი მეც და ქალი. ხო. და საკმაოდ რთული როლი იყო ეს, ხო? ამდენი პაციენტებს ათვინიერებს ეს მედდა და რეალურად ამ მედას უფრო დიდი პრობლემები აქვს ვიდრე იმ პაციენტებს და წავედი, მაშინ ჩემი მეგობარი ასეთიანზე მუშაობდა და 2 კვირა ვიცხოვრე იქ. მართლა. 2 კვირა და ქორწილიც მქონდა, ერთ-ერთმა პაციენტმა ცოლად მომიყვანა, საქორწილო მარშიც დამიკრეს, მეჯვარეც მყავდა. მაგარია, მაინტერესებს. იქ, ოღონდ 1 კვირა ვიცხოვრე ქალებთან მეორე სართულზე და კაცები იყვნენ პირველ სართულზე. და მაშინ 2 კვირა, იმიტომ რომ როლზე ესე უნდა მემუშავა. ანუ თუ არ დააკვირდები და რაღაც დეტალებს ზუსტად არ დაიჭერ, ნუ არ გამოვა ისე გამორიცხულია. დათუნა, შენ გაქვს ეს რომ ნახავ და ეს უკვე მზა პერსონაჟია. მე ძალიან ბევრი რომ განაწყენებულებიც მყავს, ვინც მიხვდა. კი, თან არ შემიძლია ტყუილი დიდად და მეტყობა ხოლმე სახეზე რომ მეტყვენ მე ვარ ეს. თელი ჩემი სამეზობლო მოკლედ გაკეთებული მყავს. ოღონდ იცი როგორ, ანუ მე თან არ მინდა რომ რაღაც ჩემი ოჯახის უხეხულში ჩავაგდო უბანია მაინც რაღაცა და დეჯემი არ გამილანძღოლი. ცოტა ცლი, ხო მე მაგ დროს რაღაცე. კი არ ვცლი, რამდენიმეს ვაერთიანებ რა. ცოტა იმის მაგ. ანუ როგორ ვიტანჯებით, ხედა. ანუ კი, ეხლა სხვა შორის სამეზობლო გაკეთებული მაქვს. ეს არ ვიცი, უნდა ანუ ვანოს ვკითხავ ჯავახიშოს, ეს რასაც ეხა ვამბობ უნდა იყოს თუ არა, მაგრამ მოკლედ ვანოს სოფელში ვიყავი, მამა რა გარდაიცვალა და ვცდილობ რომ გამივაგნო სახლს. და მისი მეზობელი, ანუ გავაჩერე და ჩაუწიე ფანჯარა და მისი მეზობელი გაიჩითა და დარწმუნებული ვარ რომ ვანო აკეთებს მას. შეიძლება. ანუ რაღაცნაირი ის კაცი რა, აი ახლა მომისმინეო. ანუ გადავირი. შენ ახლა ეგა. ახლა ხო, რაღაცა ახლა მოიცა. ახლა რომ რა ჩავხვევო, მოგონებო. აი ხო გადავირი უბრალოდ და არ ვიცი ახლა თუ ვანო მომცემს უფლებას ამ ისტორიას დავტოვებ. თუ არა და ეს თქვენ გეცოდინებათ მხოლოდ. ხო და ანუ ამიტომ მესმის რა რასაც ამბობ. აუ ხო, აი მეც თათიას ვეთანხმები ერთ რამეში, რომ ანუ მეც არ ვიცი დანდობა მაინც. იმიტომ რომ შანსი არ არის რომ გაუმაზო რა. და სხვა შორის და წინთ ხოლმე. ჩემთვის ესე არ უთქვამთ რომ წინს, მაგრამ მოუტანიათ ენა ჩემთვის, რომ ძალიან დაეჭვებულია და უკვე ვეღარ იძინებს ღამე. და თან ისტორიებს ყვები, ხო? ანუ კი ეგ მაინტერესებს, რომ თქვენს იუმორში არის ძალიან ბევრი ყოფა. ერთია პერსონაჟი და მეორეა ეს ხალხი რას ამბობს, რა ისტორიებით არის, რა დიალოგები აქვს და ისეთი ნაცნობია ყველასათვის და მე მგონი ამიტომ არის, რომ ასე გავარდება ხოლმე თქვენი ვიდეოები, იმიტომ რომ ყველამ ვიცით. აი ძალიან იშვიათად რომ მე და თათიამ თუნდაც მოვიფიქროთ ჩვენი თუცებ რაღაც. აი ყოველთვის ვიღაცის რაღაც გვახსენდება, ან თათიას თავის ახლობლის, ან მე ჩემი ახლობლის და თუნდაც ეს ქელეხში ჭამა და დიალოგი.
ანუ ეს არის ისეთი ბუნებრივი და რამდენჯერ შევსწრები. ხელეხის დიალოგი არის. სასწაული, ანუ სულ ასე ხდება. პაპაჩემიც რო გარდაიცვალა 2022 წელს, ხელეხი მაშინ კოვიდის პერიოდი იყო და დარბაზი ვერ ვიქირავეთ. სახლში გავაკეთეთ ტერასაზე. ხო და იქ ლაპარაკი და დიალოგი იყო. პაპაჩემი აღარავის არ ახსოვდა რა, აღარავის არ ახსოვდა და ეს გაპრანჭული ხალები ეს ჩვენი შენ რამდენი დადე? ხო, ეს გაპრანჭული ის ხალები რამდენს დადებს და მაგდეს დავდებ? მიყარქე. სათალი მომაწოდე. რა სათალი პაპაჩემი ჩავდე ხა მიწაში ხალ. მაგრამ ჩვენი ბრალი წერას შლიმს უფროს. სამასკად. შეიძლება ძალა გვედგა რომ იქ იცი იყო. თან უშლი და თან ნერვები გეშლება რომ ის აი ეგ არის, ხო. დავმახეთ და როგორ ჭამაო თან ესე რომ ისინი ჭრისულობენ რომ რამდენი ჭამა იმენ რაღაც გაშალე ხალო თუ ფიში უყურებ. პერსონაჟს რო აკეთებ, რა პირველი რა მოდის ხმა, ფრაზა, სიტუაცია, პერსონაჟი, აი როგორ იქნება ეს ყველაფერი. რაღაცა უნდა თქვას ისეთი რომ აი რაღაცა უნდა თქვას და ეგრევე ყურში მომახსოვრდება ისე სასცილოთ რომ იწერ ხოლმე. არა. და ამ ვიდეოებს უცებ აკეთებ თუ მე ვიდეო აი რომ რაღაც იდეა რომ ეგრევე თუ არ გადავიღე მოვუკვდები. აი უცებ შეიძლება ეხა აქ მომიფიქრე ძალიან მაგარი იდეა და რომ მორჩები გაცემს გავალ თუ არა გადავიღებ გარეთ. კი ხო. აი ეგ მაქვს რა. რომელი ვიდეოები გავარდება ხოლმე და რომელი არა? გააქვთ ეს ალგორითმი შემოშალებული? იცი რა არის, ჩვენ ცოტა ბევრს მოვითხოვთ ჩვენი თავისგან რა, ანუ უკვე 10000 ლაიქს ვეძახით ცოტას და იმას რა ქვია, 500000 ნახვას და ესე არ შეიძლება 1000 ვეუბნები ხოლმე, ესე არ შეიძლება, ნუ ნერვი უყურებთ მაგაზე რა. არა, ხო, მაგაზე ვფიქრობ. იმიტომ რომ 15000 ლაიქი აქვს ცოტა. ქართულ 15000 ლაიქი ცოტა, სად Facebook-ზე თუ იმაზე? მარტო ერთ პლატფორმაზე. რამდენი არის კარგი ბევრი ლაიქი? 35-40. აუ, რომელ ვიდეოზე ვაფრენ იცი? შენ რომ მანქანაში ხარ ენა გადმოგდებული? ხო. აი, მე ვაფრენ. რომელი და თუ? აი, ეგ არის ალბათ ყველაზე პოპულარული. რაღაცა ესეთი ვიცი, ვიდეო. რას აკეთებ? ძალიან ბევრი მაქვს მსგავსი და არ მახსოვს. აუ, სულ პირველი რომელი იყო? სულ პირველი ვიდეო? სულ პირველი იყო? უფროსი იყავი, რაღაცა დაგნიშნეს მენეჯერად. როცა მენეჯერი ხარ და 750 ლარი და ხელფასი. მართლა ნაყინს არ იყო. სულ პირველი TikTok-ის ვაფშე? ეგ იყო. TikTok-ი მე არ ვიცი. ეგ ძალიან ადრე იყო რაღაცა სისულელე ვიდეო, მაგრამ იმდენი ნახვა ქონდა რომ მცხვენო და რომ გავარ და სხვა პეიჯებმა წაიღეს და ანუ ეგ გაქვს ხოლმე რომ რაღაც დებილური ვიდეო გავარდება და ძალიან კარგი ვიდეო არა. კი. რაზეც ბევრს ფიქრობ, ის არ ვარდება და რასაც უცებ სპონტანურად გადაიღებ, იმას ძალიან ბევრი ნახვა აქვს. ესე კი, თქვენ რომ ბედნიერები იყოთ, ამისთვის საჭირო 35000 ლაიქი. და ეს 5 წუთიანი ბედნიერება აქ ამ. ხო, აი გაიცნობს, გავუხსნა მორჩა. დამსავდა. მაგალია. ეს 9 მილიონი ჩოვა? ვა, 9 და ნახვები? 9 მილიონი, 1 მილიონი. ქართულ სეგმენტზე მე მაქვს შეუუბრეთ ქართულ ენაზე სადაც ვსაუბრობ 4 მილიონი ნახვაც. 4 მილიონი. კი, აი უბრალოდ რომ ქართულად ვსაუბრობ. 4-2 ესე მაქვს. ქართულ სეგმენტზე რას ნიშნავს? მარტო ქართველები რო ნახულობ. ან ქართველებმა ნახეს ეგ ვიდეო მარტო მიხდი და 4 მილიონი. და აბა უცხოელებიც ნახულობენ. უცხოელები მე ისეთ ვიდეოებსაც ვმუშაობ, რომელიც გლობალზე ვარდება, Instagram-ზე ოღონდ. მართლა? აი როგორი ვიდეოა ეს? მიმიკები, ძირითადად მიმიკები და ინგლისურად ვაწერ სათაურს. უყურე შენ. აი და ჩაიწერე მან. იცი ამდენი ნახო მაგ მე? ერთ ვიდეოზე Instagram-ზე 70 მილიონი. რას აკეთებ? ანუ ჩაცმული ხარ? ანუ ბავშვი ტირის და- ტიტველი ხარ თუ ჩა? ბავშვი ტირის და პირს ვაყოლებ, ამ ბავშვს ვამწარებ. ბავშვის ჩემი მეგობრის დიშვი. ანუ და ამას ჩავსო. ეს ბავშვი რო ტირის, მეც ამ ბავშვისობით ტირი და ამ lip-sync-ს რო ეძახიან, ისე ვაკეთებ, რომ მე ვგონი ვარ რეალურად რომ ვტირი, ვიდრე ბავშვი. რა საინტერესო. კი, შენ ინგლისურად დააწერ ხოლმე სათაური. განადგურებ. ჟირ ახმედი ფერიად მოგეჩვენება ჩემთან შედარებით. შენი კარგი ყოველთვის გამიხარდება ვიკა. მე ხო იცი რომ ემოციები არ მაქვს. იცი რა მაინტერესებს? ანუ სხვა კუმების არ გშურთ ხოლმე? ნახე რამდენი ნახვა. არა. მე არც ვიცი. არავის არ აღვიქომთ კონკურენტად. აი ვისაც შე ბევრი არ დაიჯერებს ზუსტად ვიცი, მაგრამ აი არავის არ აღვიქომ არც კონკურენტად და და ისე ვინ არიან თქვენი კონკურენტები? არავინ, იმიტომ რომ ჩვენაირი მიმართულება არავის არ აქვს. იუმორისტული ნაკლებად, ხო? ანუ TikTok-ზე არიან, მაგრამ მე TikTok-ის
მომხმარებელი რო არ ვარ, ამიტომ არ მახსენდება. მიხდი მე Facebook-ზე და Instagram-ზე გიყურებ და იქ არავინ არ არის. TikTok-ზე ალბათ იქნებიან, ხო? აუ არ ვიცი, იცი რა არის აი TikTok-ზე აკეთებს, ის Facebook-ზე და Insta-ზეც აკეთებს, ხო, სამი. ჩვენ ახლა სამივეგან ვაქტიურობთ და მე მაინც ვთვლი რომ ჩვენ თქვენ რასაც აკეთებთ, რაღაც ძალიან განსხვავებულია სხვებისგან. იცი რა, იუმორისტული მიმართულებაა, ძირთადად ესე პირდაპირ არ ვაკეთებ, აი პირდაპირ რეკლამას არ ვაკეთებთ არასდროს. და ვიდეოს დადებამდე ვერ ხვდებით ხოლმე, ხო, რომ ეს გავარდება. ზუსტად ვიცით, რომელი აი ეგ გავარდება. ვიცით. არის ისეთი ვიდეოები, რომელიც აუ დათუნა ჩქარა და დათუნა ამონტაჟებს ზოგადად ვიდეოებს. და დათუნა ჩქარა დაამონტაჟირა, იმიტომ რომ უნდა ვიცინო, აი ზუსტად ვიცი რა, რომ რაღაც აი მეც მაქვს ეგეთი მომენტები, რომ ვიცი რომ ამ ვიდეოს რო დავამონტაჟებ, ვიცინებ და ერთი სული მაქვს დავამონტაჟო. ანუ თქვენივე იუმორზე გეცინებთ. ხანდახან. ხშირად. რა არის მნიშვნელოვანი? ანუ გაქვთ ხოლმე ეს, რომ აი პირველი 3 წამი უნდა იყოს, აი უკვე ეგრე მუშაობთ, რომ აი პირველი 3 წამი უნდა იყოს ისეთი. უკვე სტრატეგიულად იღებთ თუ არა. რომ ამან მე კარგი, ანუ ვიცით რა რას აქვს ნახვა, რას ექნება. რაღაც ისეთი უნდა ჩაიდინოს. რაღაც იდიოტობა უნდა ჩაიდინოს. უკვე ჩვენი საიდუმლო რაშია, რაში მდგომარეობს. გამიმშხავნეთ ახლა. ძალიან მოწონს ხალხს, როცა ერთმანეთს ვაწვალებთ. ან მე ვზივარ ონკანში და თათი ეკბილებს მიხეხავს და გული მერევა იმ ხელაზე მიყოფს ჩოთქს. ან მე ვაბანავებ დომესტოს ვასხავ. აი რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, რომ დასაწყისში ჩავსვა, რომ ცოტა ხანში რა მოხდება. ხო და არა და კითხვად მქონდა ნახე, რომ რა უფრო კარგად ვარდება ქართულ TikTok-ში, ოჯახი, დედა, მეზობლები, წყვილის ჩხუბი, ქორწილის სუფრად ჩხუბი თურმე. კონფლიქტი. ფეხსაცმლის გამო რომ დახოცეთ ერთმანეთი მაღაზიაში. ის ვიდეო მაგრა გავარდა. თაზოსთან. ვიღარ ვიმახსოვრებ უკვე იმდენ ვიდეოებს თაზოსთან. კაცო, რომ მიექანებით. მაშინ რომ მოგწონს. ხო, აქცია როა რაღაც და ფასტაკლება. თელი ესე ხალხი ძალიან უფრთხის რა, ანუ ქართული ინფლუენსერობა, რომ ანუ ბევრ რამეს ვერ არეკლამებენ, მიხვდი? ანუ უტყდებათ რა და აი რადგან პასაჟია, მიხვდი? მე რა მოხდა რომ პასაჟია გეხვეწები, ანუ პასაჟი აქვს ვიღაცას ის ბიზნესი და უნდა რომ გაარეკლამოს. ეგ უფრო არ მომწონს ხოლმე, მიხვდი? აი პასაჟი არეკლამებენ დათუნა და თათია ფეხსაცმელებს. ანუ აი ნახე რა შემთხვევა რომ უთქვა. კი რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცას დაუწერია, რომ მან როგორ არეკლამებს და ესა და ისა და ანუ რა მნიშვნელობა გეხვეწები, ეხლა პეკინზე გავარეკლამებ. დათუნა არის ისეთ რაღაცები, რასაც არ ვარეკლამებ. არა, მაგას კი არ ვიძახი. ნახე რას ვიძახი? უი, რას? არა, არის ეხლა რაღაცები, რასაც არა, ნუ ამას ვერ გავარეკლამებ. მაგრამ რატომ მოვაყოლე ეხლა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რას გავარეკლამებ, რა ლოკაციას არ აქვს მნიშვნელობა. რა ვიღაცას უტყდება ლოკაციის გამო გარეკლამება. მიხვდი ვაგზალი რადგან არის და ეხლა მე არ მიტყდება ეგ. ტელევიზიაში უფრო კარგად გქნობთ თავს თუ თქვენს სოციალურ პლატფორმაზე და მე ვიცი პასუხი ამ კითხვაზე. დათუნას ჩაეცინა. თათი რა თქმა უნდა ძალიან დიდი წლები იქ იმუშავა ეხლა ტელევიზიაში და დარწმუნებული ვარ ის პერიოდი იყო მისთვის კარგი, სანამ ეს სოციალურ მედიაში. კრიზისი სანამ დაიწყო. ხო, კრიზისი დაიწყო და რაღაც ერთად. მაგრამ რაც მე გამიცნო, ჩემი აზრით უფრო სოციალურ ქსელებში უფრო კომფორტული. იცი, უფრო თავისუფლად ვარ. ჩემ რეჟიმს მე თვითონ ვაკონტროლებ. არ მაქვს ის რომ დილის 9-ზე უნდა მივიდე და 7 საათამდე ან 9 საათამდე გადაღება მაქვს, არა, გადაღებისთვის სადაც მინდა, ანუ ლოკაციას ვიცვლით და ერთ ლოკაციაზე არასდროს არ ვარ და აი, ნახე, სულ დადებითი განწყობით ვართ. ჩემ მანქანით მივდივართ, მოვდივართ. ბატკნები ვიტყვი. ჩვენთვის ვაკეთებთ ესე. უკი უკან გვაქვს პლედი, ბანი. თანცი რა არის, აი ჩვენი თავისუფლოსები ჩვენ ვართ. არავინ არ გვაიძულებს ამა და ამ დროს წავიდეთ სადღაც. ჩვენ თვითონ გეგმავთ მე ორზე მაწყობს. კი ბატონო იყოს ორზე. ხო, მაგრამ აი ტელევიზია ხო გსხუდავს უფრო, მაგრამ ანუ თვითონ პროცესი მე მომწონს ეხა როცა ვარ ტელევიზიაში მომწონს. ხო. არა, ტელევიზიას მომწონს, უბრალოდ გული მწყდება ბევრ რამეზე რა. აი იმაზე რომ ადრე რო ბევრი ვიყავით და გქონდა იმის საშუალება რაღაცა ერთ სკეჩი 9 კაცი ვყოფილიყავით 10 კაცი და ეხლა აღარ არის მაგის რესურსი და აი ეს არის რომ როგორც მსახიობს აი დისკომფორტი მაქვს რომ ძალიან 4 კაცი ვაკეთებთ პროექტ სიტყვაზე. ხო. და აი ეს აი რა ვეღარ ხარ ისე როგორც უნდა იყოს. მესმის. ეხლა ჩვენ რაღაც გაკვირით ვისაუბრეთ ამაზე, ეხლა მინდა გავშალოთ როგორია ხუმრობა, როცა ცხოვრობ საქართველოში, როცა ბევრი სოციალურად დაუცველია, როცა იქ ხანდახან დარბევა, როცა ხანდახან გრევა, ტრაგედია და გასაგებია შეიძლება ძალიან ისეთ შავ დღეებში არ გამოვარდო ეხა ხუმრობებით, მაგრამ არის რაღაც სისტემური პრობლემები და შენ ხარ კომედიანტი. ნუ ეგ შენი პროფესიაა. ხარ იუმორისტი და ცხოვრობ საქართველოში. აი ამ ჭმუნვებზე მელაპარაკეთ.
ეხა თათიაზე რა თქმა უნდა ეხა ის რაც საქართველოში ხდება თათიაზე კარგად ვერავინ ვერ ამბობს ხოლმე ვანოს შოუში მუსიკალურებით ისეთ რაღაცებს წერენ ხოლმე და ეხა ბევრს მოუწერია რომ აი რა გაცინებს როცა ქვეყანაში ნუ რა თქმა უნდა მაგას ყოველთვის ვცდილობთ რომ როცა რთული სიტუაცია როცა აქციებია როცა რაღაცა მეც ვიდექი და ჩემშულებთან ერთად ვიდექი ყოფილა რომ დამიჯარიმეს გზა რო გადაკეტა რუსთაველს გავსულვართ მე და ჩემი შვილი დროშებით რაღაცა და 4 დღეში ჩამიწერია ვიდეო იმიტომ რომ იმასაც ვაკეთებ და ამასაც ვაკეთებ იმიტომ რომ ისეთ საჭიროა და ისიც საჭიროა და რა ქვია რა გეცინება ნეტა ერთი თუ დგარხარ აქციაზე და შენი სიტყვა აქ რო ვიდეოებს წერ და ხო მეთქი ანუ მიხუდი სად მუშაობ და ჩემს სათქმელს სად ვიძახი რამდენი წელი 2012-დან ხო ნახე შეიძლება მე გავდივარ აქციას და ამ ყველაფერს აფიშირებას არ ვუკეთებ ძალიან ეხმარები ადამიანებს შენ რომ მაგას ვერ ხედავ მე ჩემს სათქმელს ეკრანიდან რომ ვიძახი ამდენი წელი მაშინ ანუ რა უნდა გელაპარაკო ხო საერთოდ თუნდაც ის ხუმრობაც რომ სიტყვაზე ერთი დღით ადრე მომიწიოს იმ ხუმრობის დადება ესეც უნდა მაპატიო დათუნა შენ რას გვეტყვი ანუ გააქვს ეს უხერხულობა მაინც ხანდახან ყოფილა რომ აი რაღაცა აი მე ხარ დაბუწიო ტონს ან რაღაცა პაუზა ხო არა ეგ არ მქონია არა არასოდეს ვიცი რა ანუ რაღაცა ფარგლები ვიცი ჩემს მიმართულებაში და არც ისიც ვიცი რომ არც გადავცილდები რაღაცას მაგრამ არც ლეველებს დავიგდები იმიტომ რომ ძალიან საკაიფოდ მივიდივარ ესე მგონია და ეს რომ აქვს შენარჩუნებული უკვე და მაყურებლისგანაც ვიცი კომენტარებიდან გამომდინარე რომ მისაღებია უკვე ჩემი მაყურებელისთვის ეს და უკვე ძალიან თავისუფლად შემიძლია მოვდუმო და შენ ხომრობა წყენია ვინმეს ისე რომ სკანდალი მოყოლია კი ჩემი ხომრობა წყენია ბევრჯერ ყოფილა ისეთი სიტუაცია რომ ჭუბზე მივდიოდი ჩვეულებრივად მართლა კი ეს სამეზობლოში არა მოკლედ ერთ-ერთი ქელეხის ვიდეო იყო სადაც წეღან რაც გავიხსენეთ რომ ხალები რომ მიირთმევენ გემრიელად ქელეხში და ვიღაც მიკომენტარებს ვიღაც ბიჭი რომ ალბათ შენი ნაცავები არიან ეგეთები და იმიტომ ჩაწერა ეგ ვიდეო რა და ამეშალა ნერვები არის მაგ დღეს ალბათ რაღაცაზე ნერვები მქონა აშლილი და ავყევი გცემ ახლა ხო და ავყევი ვისაყ ახლა 50000 კომენტარში სადი პოვე აი ხო არავის არ უპასუხობ სადი პოვე просто მე მაგრამ კიდია დედას გეფსები იშვიათად მეზარება აი გულწრფელად ხო მეგობრებო რო გიპასუხოთ ხოლმე კომენტარებში მაგრამ მკითხულობ რატო ვუპასუხე რაღა მაინც მაგას მე გეტყვი დათუნა არის ზოგადად ფეთქებადი ხომ 7-ია უცებ შეიძლება რაღაც იდიოტობაზე აფეთქდეს, აფხუკიანდეს, დაიწყოს ბუზღუნ დათუნა ნახე, დამშვიდი ნახე, ამოისუნთქე ხმას, ხო თუ გაანეიტრალებ ესე კი. ან შეიძლება უცებ აფეთქდეს და გავარდეს. მივხვდი, ანუ სიხარულის შეგრძნება როგორიც აქვს, ისეთი აქვს აფექტი კი. ეს უნდა დააწყოთიანი. ესე უნდა დააწნო და შო დაწნო. ეთყობა ის სიხარულიც აფექტია. აი ესე. და რა ქენი მე და არაფერი წავედით ვიჭუპით არასებობს ხო ავყევით კომენტარებში მე შემაგინა დედიკო და ეგ არ უნდა ეკნა და ახლა შეგიძლია სკროლოს სკრინვის აგენტო არსებობს და უჩივლო რომ რატო შემაგინა არა აი ნუ მაგრამ შივილი და რაღაცები ჩვენი შენი საქმე არ არის ხო დანასების წერა ხო და იცი რა მაინტერესებს და შენ გწყინს ხოლმე ესეთი კომენტარები ძალიან კარგი მე მგონია რომ ძალიან კარგი იმუნიტეტი ხარ რაღა დროს თქვენი კომენტარებს არა შენ ვიცი მეტესაცია გეფოტებიათ შენ ანუ შენ იმ დროიდან არ მწყინს ხო და მაგას ვიძახი მით უმეტეს იმუნიტეტი მაქვს ძალიან კარგი როგორც მე პირიქით მადლობას ვუხდი ანუ კომენტარებში ვიღაცა თუ ძალიან მე თუ არ მლანცხავენ ვიდეოში მანანას ქუს გქონია რომ ეთყობა არ ჩავწერე. გუში ვიღაცა შეუყვარდინეს. გუში ვსკროლავდი და ვიღაცამ დამიწერა ფურას გავს. ქალი მიწერს დედის ტოლა ქალი ფურას გავს ეს მახინჯი რას დამსგავსებ. მადლობა. აი მარტო მადლობა ნახე. თაცა სულ მაგას წერე. მადლობა. მე მარტო მაგას წერენ რას გავსა და თუ არ მწერენ რა ხდება? მომწერეთ. არა იმუნიტეტი. მაგრამ მე მიყვარს ეს ხალხი. აი მე თავიდან ვღიზიანდებოდი, არა უფრო ნახე რა კომპლექსი მქონდა, ჩემები რო წაიგითხავდნენ იმ კომენტარს, თორე ეხა ვიღაცამ რაც არ უნდა მოგინოს არ მწყინს. მაგინა არა, სიტყვებია ეგ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს და
აი ოღონდ მამაჩემს არ წაეკითხა რომ ეგ დამიწერეს დედაჩემს და მაგის გამო კომპლექსდებოდი და კომენტარებს ხარ მე ეგ არის თავდაჯერებულობა. ეხლა შეიძლება კრასავიცა არ ვარ, მაგრამ აი რას გავს რომ წერენ ეგ ვერაფრით ვერ და ეხლა იქ მანანას გამომწერენ ალბათ, მაგრამ ეგ მე ვერ და მართლა მასე. ხო, მასეთი მგონი ვარ ზოგს, მაგრამ ზოგმა ძალიან კარა ზოგი აი ასეთ წერს, ანუ ასეთზე როგორ აი ასეთზე ეხლა სირცხვილია მეგობრებო იდეალურად გამოიყურება. ხო და მწერე რას გავსო და ანუ რაღაცა მკიდი არ ვიცი. ხო, აუცილებლად. სხვა რაღაც უფრო ტკივნეული წერტილები მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. ვერც მიაგნებთ გასკდით გულზე. აგე ვერ წამოიჭიმა? თავის სტუდიაში. და იცი რა მაინტერესებს შავი იუმორზე მინდა გკითხოთ. გიშდები შავი იუმორზე, მაგრამ მგონი არა საქართველოში არ არიან მზად. აი რაც აქამდე გაგიკეთებია. შეიძლება უცებ ერთ დღეში ჩამოგენგრეს თავზე. კი. აა ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით არ არის იმ ზღვარზე. და თქვენ თავად გიყვართ, როგორც მსმენელს გეკითხები. ჩვენ ერთმანეთში ვართობთ თავს. ერთმანეთს ვართობთ. ანუ წაღან რა რასაც ვერ სანამ დავდებთ. დაიწყებდა გადაცემა, თათი ამბობს, რომ მე სიკვდილის მეშინიაო და თათუნა პასუხობს, რომ ნუ გეშინია მეო გაგალაბას მოგივლე. გაგბან მოგივლე გაგალაბაზე და ყბას ამოგიკრავო. ანუ ეს თან მეშინია. კაი რა თათია პირველად მეთქი შენგან ეგ რო სიკვდილის არაფერს არ მეშინია, სიკვდილის მეშინია და გველის. მე თვითფრინავის. კაი და თუ ფრენავში სულ ფხიზლად ხარ შენ. თათია სულ ძინა. გონია რომ უცებ რახე, უცებ დაიწყებს და ჩავარდნას ეს თვითფრინავი და პილოტი გამოვა და მე დამიძახებ და ერთად უნდა დათუნე სულ გასასვლელთან ჯდება. ანუ ეს ეხდება რომ სულ გასასვლელთან. რა ქვია, საავარიო გასასვლელი. საავარიო გასასვლელი. ამასთან მიდიან რომ თუ რამე არის, შემდგა გაიყვანო ეს ხალხი. ვაი მე უარესია დათუნა მთელი პასუხი უცებ გავალ. უცებ გავალ, არავის არ გავიყვან. მართლა და შენ ისე გეშინია კი სიბერის და სიკვდილის მეშინო და დაუძლია ეგ პანიკური შეტევები მქონდა. მაგაზე ერთი დღე არ გვეყოფა რომ ვილაპარაკო, რა პანიკური შეტევებიც მქონდა. მართლა. და ისე უცებ როგორ რა შეტევები მქონდა. ლიფტში ვერ შევდიოდი. უი მე რას. მეტროში ვერ ჩავდიოდი. და მეგობრებს ვერ ვნახულობდი და ვერ ვბანაობდი. მეცინებ ეხლა ყველა ბიჭი რანაირად ვერ ბანაობდი. ო, შიში მქონდა რომ მოვკვდებოდი აბაზანაში ბანაობის დროს. იმიტომ რომ ჩემი მეზობელი გარდაიცვალა ბანაობის დროს, გულმოდა. და ანუ მაგის ფობია იყიდა. და რამდენი ხანი ვერ ბანაობდი? არა იცი რა ანუ არის. რომ ვიცოდე შენი ახლობლების მდგომარეობა რამდენი ხანს გრძელდებოდა ეს. არა, მქონია ისეთ შემთხვევა, რომ ბებია ჩემი შემომყვანია აბაზანაში. კიდგათ დაუხეხია ბეჭები. მე პირველად ვიგებ. იმიტომ რომ პანიკური შეტევები მქონდა და არ ვიხსენებ არასდროს მაგ ამბავს. აუ რა საყვარელია, როგორ გითხრა დაუხეხია ბეჭი, ხო რა იყო? ხო მერე რა. როგორი ნათქვამი ხო რა იყო რა მერე? და მე პრობლემა და გიშდები თქვენზე. და წნევა მქონდა იცი რამდენი 19 წლის ასაკში? არავის არ სასწრაფოდ გამოვიძახი და არ ჯეროდა. 220. 220 და აი აქ თავში მეგონა რომ ამდენად მქონდა უკვე დამაგრებული მიცხოვ. პანიკური შეტევა ეგ არის, კი ბატონო. მე ხო მოხ. თან რო აყვები ამას. აი მე არა, საშინელი. ამიტომ მე აი სულ რო დავინახავ რომ რაღაცა ჩამიჯდება ეს რაღაცა ფაროსანასავით, ხო ეგ რომ უნდა კლაპ უნდა გავუშვათ. აი გუშინ ეგ დავიმართა სინჯი რო გავიკეთე ავერსში. მართლა ფაროსანა დაგაჭდა? ფაროსანა კი არა, ანუ პანიკური შეტევა მქონდა. და გეწებოდა და განდევნო. მე მეგონა რომ ეხა ეს სინჯი რო გამიკეთეს, ერთხელ მაგ სადღაც გაგებული რომ სინჯის დროსაც გარდაცვლილი ვიღაცა. ანაფილაქსიური შოკი. ეგ გამახსენდა ამომიტივტიო. ხა, ჩხუბობთ ხოლმე? ჩვენ არა, მაგრამ აი გულწრფელი ვიქნები და მე ვიტყვი რომ მე უფრო უხეში ვარ ხოლმე ხანდახან თათიას მიმართ. ამიტომაც ავსებთ ერთმანეთს. ოღონდ იცი როდის რაღაცეებს ვერ ხვდება, სახელები ავიწყდება. და უკვე ამ ყველაფრის გამეორება მეზისხება მიჭირს. რისი სახელები გავიცი? აი მაგალითად ჩვენთან თანამშრომლობს, ეხლა არ მინდა აქტავას, რომ ვიღაც კომპანია. ხო. 2 წლის წინ რო ვითანამშრომლეთ იმ კომპანიის სახელს ეძახის ახლანდელ მოსულ კომპანიას. და ეს გაგიჟებს. მაგიჟებს. აი მე მერევა ერთ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ ზოგადად რა, აი სახელების პრობლემა მაქვს. ანუ თვალით რასაც უყურებ, თვალთახედვის მეხსიერება მაქვს ძალიან კარგი. ის შევხედე დავიმახსოვრე ციფრები ვიკა. ნონა. დაიმახსოვრე კამანი ვარ. ნახე, მაგრამ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ რა. გერმანიაში მქონდა მიწვევა ქონდა.
ვიცოდი რომ ქეთი ერქვა, ვიცი ქეთი ქვია, განა არ ვიცი. ერთი თუ ელაპარაკა ქეთის. ხო ვიცი, განა არ ვიცი. მაგრამ ვეძახი ეკას. ეკა ვინ არისო? ისე უხერხულად ვიყავი. ნუ დათუნას რეაქცია არ აქვს ამაზე. თქვენს ცხოვრებაში იყო ალბათ ყველაზე არასასაცილო პერიოდებიც, ხო? ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ძიმე პერიოდები, ტკივილი, ტრაგედიები, უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება ადამიანი არ იყოს ყოველთვის იუმორის განწყობაზე. პაპა ჩემის დაკრძალვის დღეს გავაკეთე ენერგეტიკული სასმის რეკლამა. მეც. სხვა გზა არ იყო რა, მიხვდი? მაშინ დაელოდა მე-9 დღეს 40 ის ეხა ჩვენ შემოსავლის წყაროა ეხა რაც არ უნდა იყო მამა ჩემის გარდაცვალებიდან დაკრძალვის მეორე დღეს დავდე რეკლამა. იმიტომ რომ კონტრაქტი მქონდა და უნდა დამედო რა. სხვა გზა არ მქონდა. და თან ეს ხომ არ არის უბრალოდ დავდე კონტრაქტი, ეს არის რომ მთელი ენერგია, ემოცია, ხალისი, იუმორი, ამაში გიხდიან ფულს. აი იცი რა, ძალიან პასუხისმგებლიანები ვართ მართლა. ავტორები. ანუ ჩვენ თავზე რასაც ვიღებთ, ბოლომდე შევასრულებთ. შეგვეძლო არც დაგვედო და მე თქვა რომ კი, რა თქმა უნდა, შეგვეძლო. და იქიდანაც არ იქნებოდა რა თქმა უნდა ზეწოლა რაღაც, მაგრამ აი მართლა დათუნდა რასაც იცახი ძალიან პასუხისმგებლობა გვაქვს. აი რომ ვიტყვით რომ მაგალითად დღეს დაიდება ვიდეო და არასოდეს ერთი კვირის შემდეგ ან 3 დღის შემდეგ. აი ძალიან ეს. ავის უნდა მოუყვე რა. აი წერან გასწრი რომ პანაშვიძე ну ანუ სულ იდიოტობები მიმართება რა. ალბათ ეცინებათ თქვენზე რომ მე თვითონ მეცინე. მე პანაშვიდებზე უკვე კომპლექსი მაქვს, ვეღარ დავდივარ. ხალხი რომ იყურებს, რო ეცინებათ ჩემზე არ მომწონს. რამდენჯერაც პანაშვიძე მივსულ ვარ, იმდენჯერ გარდაცვლთან, აი ხო იცი რომ შეხვალ და იქვე რო ჩამოჯდები, რომ აი უხერხულად ხარ, რომ აი ყურადღებაც არ მიიქციო და ყავა და ბამბანერკა მოუტანიეთ და ესე ვიჯექი. აი ესე ვიჯექი, თქო, არავის აღარ ახსოვდა ის გარდაცვლილი. აქეთ ხდებოდა მთელი ამბავი, რომ იმას როგორ აკეთებ, ამას და ისეთი უხერხულობის შეგრძნება მაქვს, როცა პანაშვიძე მივდივარ. დიდ ყურადღებას იქცევ და ყველას ეცინება თავისთვის ჩუმად. ანუ ვიღაცას რაღაც სკეჩი ახსენდება, ვიღაცას TikTok-ში რაღაცა წამოუტივტივ და ის ვიდეო, ვიღაცამ დათუნასთან ერთად და აი სიცილი მიდის როგორ იცი? და მე თამამდებიან ცოტა ხანში. ხო, გითამამდებ. ეს ყავა და ბამბანერკა. იპოლიტესავით ხარ, შენც ესე ხარ დათუნა? მე კიდე უარესები მქონია რავი. მე მოყევი. არ ვიცი რატო ხდება ეს, მაგრამ გასვენებაში როცა მივიდივარ ხოლმე ყოველთვის ისე ხდება, რომ კლუბო მე უნდა შემხვდეს ერთი ნაწილი. ხო, ეგ ისტორია მოყვე. აი არ ვიცი რატო, მაგრამ აი რა ღმერთი არ ვიცი. ეგ მოყე. უნდა მომაჩეჩონ მე და მეც უნდა შევიდე. მიხვდი ამ მდგომარეობაში. არა და ვერი ხდეს მიხვდი. არ უნდა გაფრანჭული ვარ ყველგან. მიხვდი ძალიან და არ მიხდება. არ უხდება. კופო არ გიხდება. ვინ უფრო ადრე იღვეძებს? ვინ უფრო გვიან იძინებს? ვინ უფრო ბევრს ჭამს? ვინ უფრო მზრუნველია? ვინ უფრო ხშირად იგვიანებს გადაღებაზე? ვინ უფრო კონფლიქტურია გადაღების დროს? და ვინ უფრო მოწესრიგებულია და პედანტი? ვინ უფრო მხიარულია? ვინ უფრო მორცხლია და რაცა მორიდებული? და ემოციური და აფექტური? ვინ უფრო სწრაფად ბრასდება? ვინ უკეთ მართავს მანქანას? რომელიმე თქვენგანი ღერის ხმა მაღლა? და ვინ? ვინ უფრო დიდხანს დის ტელეფონში? ვინ უფრო კომუნიკაბელურია? კი შოპინგი ვის უფრო მეტად უყვარს, ხო დადიხართ ერთად სამოგზაუროდ? ვინ უფრო ხშირად ამბობს მართალი ვარ, როცა ვინ უფრო კარგად იცნობს მეორეს, როგორ ფიქრობთ ამ 4 წელიწადში? ვინ უფრო თავგადასავლების მოყვარულია? ალბათ
ვინ უფრო ხშირად ამბობს, მოდი წავიდეთ და გავერთოთ. ვინ უფრო კარგად იმახსოვრებს თარიღებს, სახელებს? ვიცით. სხვაშორის ამ რაღაცა ინტერვიუ ბლიცმა ზოგს ვაკეთებინებ თვალგახელილად რა და თქვენზე მომინდა იმიტომ რომ თქვენ ხართ სატელევიზიო წყვილი და მაინტერესებს ახლა რამდენად იცნობთ კარგად ერთმანეთს როგორც სატელევიზიო პარტნიორები და სხვათა შორის ამ ბლიცის დროს აღმოვაჩინა რომ ძალიან კარგად იცნობთ ერთმანეთს და ამიტომაც გამოდის თქვენი ვიდეოები ასეთი კარგი, ასეთი ავთენტური, ასეთი სასაცილო, ასეთი მხიარული და მე აღმოვაჩინა რომ აი ამ მხიარულების მიღმა შეიძლება ერთი ნახვით ადამიანებს ეგონოთ რომ აი ეს რაღაცა მარტივად ხდება ეს ყველაფერი არ არის ხალხო ეს მარტივი და ამ ყველაფრის მიღმა დრამით სავსე ადამიანებით განან. მადლობა თქვენ რა იყავით. მაგრამ არ ნერვიულიყო. აიაფერი კარგად იქნება ჩვენ არ გავჩერდები. არ გავჩერდებით სანამ არ წავიქცევი. თათი ერთად წაიქცა გულის შეტევა გადატანილი. მართლა. მეორე დღეს რეკლამა რო გამომწერეს მე ისევ გავაგზავნე ვიდეოების ჩაწერა. აი ასე ხდება თქვენ არა უშავს. ცხოვრებაში. მაინც აი ესეთ გასაი. მადლობა, ნახვამდის. უნდა დავემშვიდობოთ ჩვენ სტუმრებს, თქვენ კი, რა თქმა უნდა, მადლობა რომ გვიყურებდით და მოგწერეთ ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად.